ტრამვა, რომელიც არ გიშვებთ. მოგესალმებით ჩემო ძირფასო გამომწერებო, როგორ ხართ? მოგეკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს და მოდით ვნახოთ, რა არის ტრამვა, რომელიც არ გიშვებთ. შესაძლებელია ეს ტრამვა აბსოლუტურად გაუცნობიერებელია. ხანდახან გვიყვარს ხოლმე ეს ქვეცნობიერ ბიბლიოთეკაში რაღაცების ჩაგეცვა და მაქსიმალურად ცერათითით, როგორც იტყვიან, კარგად ჩატენვა, მაქსიმალურად რომ არ დავინახოთ, ვერ დავინახოთ, არ გავუსწოროთ თვალი, ხო? არ გვსიამოვნებს და არ გვინდა ამაში შესვლა, არ გვინდა ამის გააზრება, არ გვინდა ამაში ცურვა, თუმცა ეს ყველაფერი ქმნის ფონს და ეს ფონი არის ზუსტად ის ხელის შემშლელი ფაქტორი, ერთგვარი ნეგატიური სცენარები, რომელიც ტრამვის შედეგად იბადება, რომელიც ვთქვათ არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენი სასურველი შედეგები კონკრეტული მიმართულებებით მიიღოთ. კონკრეტული მიმართულებებით უფრო მეტად გაიშალოთ. გათავისუფლდეთ ტრამული მარწუხებისგან. ნახოთ რა არის ეს. რა არის ეს ტრამვა? რა არის ეს ტრამვა? ორი ვარიანტი გვექნება. რა არის ეს ტრამვა? რა არის ეს ტრამვა? პირველი ვარიანტი. რა არის ეს ტრამვა? მეორე ვარიანტი. რა არის ეს ტრამვა? ხილული უხილავი, მაგრამ ამ ეტაპისთვის ესეთი წამყვანი ამბავი თქვენს ქვეცნობიერში, როგორც ხელის შემშლელი ფონი. პირველი ვარიანტი მთისბროლი, მეორე ვარიანტი ყვითელი ნიჟარა. ორი ვარიანტია თქვენს წინაშე. გადახუჭეთ თვალები. დახუჭეთ თვალები და კითხეთ საკუთარ თავს, რა არის ტრამვა, რომელიც დღემდე არ მიშვებს და ხელს მიშლის ცხოვრებაში. ის მთავარი ტრამვა რა არის? როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი აუცილებლად დაგიძახებთ. რა არის ის ტრამვა, რაც სრულყოფილ ცხოვრებას არ გაცლით? პირველი ვარიანტი. კატასტროფულად გაკლიათ. იცი რა, ტრამვა იმდენად არ არის ეს, რამდენადაც გადამწვარ ადამიანს უყურებ, რომელიც შესაძლებელია ვეღარ ახერხებს იმას, რომ საკუთარი თავისთვის გაიმეტოს დრო, გაიმეტოს ენერგია, გაიმეტოს ნებისმიერი რესურსი, თუნდაც ფინანსური. ტრამვა მდგომარეობს იმაში, რომ დაგავიწყდეთ ყოველდღიურ ყოფიერებაში ძალიან დაგავიწყდეთ თქვენი თავი. ძალიან დიდი დეფიციტი აქვს დადებითი ენერგიების, პოზიტიური მოვლენების. დამელოდეთ. თქვენ ამას გადალახავთ და ფორტუნას ბორბალიც ამოვიდა. სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს იცით თქვენი პრობლემა, პრობლემასაც ვერ დავარქმევ. იცით როგორი ადამიანი ხართ? ძალიან არ აქვს მშობა რამდენი წლის ხართ. ემოციურ დონეზე ძალიან გულწრფელი და ამავდროულად ძალიან ბავშვური ხართ. შეიძლება გითხრან, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ასაკის და მიუხედავად არაორდინალურად იცვამს, არაორდინალურად გამოიყურება, ბევრად უფრო ნაკლებ ასაკს მივცემდი, ვიდრე ვთქვათ, მისი ბიოლოგიური ასაკია. იმიტომ რომ ესეთი ადამიანი ხართ, გულწრფელი,
ნიღბების გარეშე. შეიძლება აქ იყოს იცით კიდევ რა მომენტი, რომ ხანდახან გწყინდეთ, რომ ადამიანები თქვენ სიტყვებს რაღაცა მაინც და მაინც სერიოზულად არ აღიქვამენ. სხვა შორის ჩემი ერთი მეგობარი 40+ არის და ესე იგი და საკმაოდ ისეთი ხელოვანი ადამიანია, ძალიან საინტერესო, ძალიან თავისუფალი ტიპია, შეიძლება ასე ითქვას და ასაკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჭაღარა ყველაფერი მისი ვაიბები და მისი ენერგია არის ძალიან საინტერესო, ძალიან ესეთი და როგორ ვთქვა, სლენგზე გოგოშკურ ბიჭოშკური ხვდებით, ხო? თუ გოგოზე ალაპარაკი, გოგოშკური, თუ ბიჭე ბიჭოშკური, რაღაცა ისეთი. და იმ დღეს მეუბნებოდა ზუსტად ამაზე საუბრობდა, რომ ადამიანებია, როდესაც რაღაცა თავის ჭაღარაზე მიწყებენ ლაპარაკს და რაღაცა ასაკი და წლები და ამ დროს მე თვითონ და უკაცრავად მე რამდენი წლის ვარ, თქვენი ჭაღარა და ჩემი ჭაღარა აღარ არის. გარდა იმისა, რომ ადამიანი ძალიან საინტერესოა, ვიმეორებ, ხელოვანია, ძალიან სხვანაირი ხედვის ადამიანია, როდესაც საქმე რაღაცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებამდე მიდის, ხო? თითქოს შეგრძნება მეუფლებაო, რომ რაღაცების მტკიცება მიწევს, ხო, ჭაღარის, ასაკის, რაღაც, ვიცი რა, არა ვარ პატარა ბიჭი და მეც ჩემი აზრი მაქვს, არა ვარ პატარა გოგო, ხო, იმიტომ რომ რაღაც ხო, ეგრევე ჭაღარებს დამატოლებთ და შემაჯიბრებთ, ხო, ვის რამდენი ჭაღარ აქვს და ვირამდენი წლისა. ხვდებით, ხო, შეიძლება გქონდეთ ხოლმე ეს მომენტი, რომ რაღაც ჩემს ნათქვამს ისე სერიოზულად არ აღიქვამენ, ან მეორე წუთას იჩხუბებს და ავიწყდება, არის აქ ეს მომენტები. და თქვენ საკმაოდ გწყინთ. ტრამვას, რომელსაც თქვენ გადალახავთ, რომელიც ხელს გიშლით, ხო, ასევე. ეს არის ძალიან პირდაპირ მიგაქვთ ყველაფერი თქვენს რეალობაში, თქვენს სივრცეში, თქვენს ემოციებთან. თქვენი ტრამვა რის გადალახვაც მოგიწევთ, ეს არის ის, რომ ფილტრი ვთქვათ, ხო გეუბნებით, თქვენ დადებითი ემოციებით ძალიან ახლოს მიგაქვთ და ამავე ეფექტურობით მიგაქვთ უარყოფითი ემოციაც. შეიძლება გაიბუტოთ, ხო, ოთხიანების თასები, ძალიან შეგეხოთ ემოციებზე. კონკრეტული ადამიანის სიტყვები, კონკრეტული ადამიანების დამოკიდებულებები, ხო? აქ ცოტა ემოციების და ნერვების მართვის, ვთქვათ, პრობლემა შეიძლება იყოს. და იმის, რომ პირდაპირ მიგაქვთ ყველაფერი გულთან. ძალიან შემოქმედებითი ტიპები ხართ, პირველი ვარიანტი. ხუთიანების თასები. ექვსიანების ხულები. ნახეთ კიდევ რა სცენარის განგჭირდებათ განთავისუფლება. შეხედეთ, აქცელებ მეგობრებო. ძალიან გაკლიათ დადებითი ემოციები, ძალიან გაკლიათ დადებითი ემოციები. აქედან გახვალთ აუცილებლად და ისწავლით ამის ბალანსს. რაღაც სულზე მოგისწარით ხო, როგორც იტყვიან, ისწავლით რაღაცების გადარჩევას. მე აქ ტრამვებზე მინდოდა საუბარი, მაგრამ აქვე მაჩვენებს, ყოჩახ, აქვე მაჩვენებს გამოსავალს, რომ იზრდებით ემოციურად. იწყებთ ინფორმაციის გადახარისხებას, სიტყვების გადახარისხებას იწყებთ. ეხთით ხო? სიტყვების ბევრი იმედგაცრუებებია სხვათა შორის. მოლოდინები ასევე ამ ყველაფერში შედის, ხო? ჩინმენდლებს და მოლოდინებს, რასაც ვეძახით, ადამიანებს ვუკიდებ ჩინმენდლებს და ასვათ აღმოჩნდება, რომ არ იმსახურებდა ამ მედლებს და მე რაღაცნაირად გული გვწყდება, ხო? ჩემი რჩევა იცით რა არის აქ მეტი დრო საკუთარ თავთან. მეტი დრო აქტივობებთან, მეტი დრო საკუთარი სივრცის, საკუთარი რეალობის, ძველი ნივთები გადაყარეთ, რაც ვთქვათ,
გახსენებთ წარსულ ადამიანებს, თქვათ, გეყოფათ სტალკერობა და ნუ სტალკავთ რაღაც ყოფილების, თქვათ, სოციალურ ქსელებს, ხო, ესეთი რამე შეიძლება იყოს. ანუ არის რაღაცა წარსული სცენარები, რისი გაშვებაც არ შეგეძლო. თუ გინდათ რომ ახლებურად დაინახოთ ცხოვრება, ახლებურად შეუდგეთ საქმეს. ბრინჯველები უნდა გაუშვათ, იმიტომ რომ თან ნახეთ როგორ არის, თან გინდათ ახალი რეალობა და თან ძველი რაღაცების გაშვებაც არ გინდათ. ცოტა ინფანტილური დამოკიდებულება არის ადამიანების მიმართ, სამყაროს მიმართ, ხო? მე რო აღმოჩნდება, რომ ადამიანები უბრალოდ რაღაც თავის დეფიციტებს ხურავდნენ თქვენი დახმარებით და ამას როდესაც იაზრებთ, რომ ეს დეფიციტები დაიხურა და ადამიანებმა გზა გააგრძელეს და თქვენ ამ დროს რაღაც გამოწორული ლიმონივით გრძნობთ თავს, იმიტომ რომ მთელი სული, გული და ენერგია მიეცით, მერე ადამიანებს წყდებათ გული, რომ აი რაღაც როლები შეიძლება აურიოთ, ხო, ერთმანეთში მამაჩკა, პაპაჩკა იყოთ, ხო, როგორც ეთქვიან. ზედმეტად უზომოდ ბევრი ჩადოთ ადამიანში და აღარ დაელოდოთ ადამიანი რას გიბრუნებთ, მერე გული დაგწყდეთ. აი ეს არის, ხო? მოკლედ რო ვთქვათ, აქ არის დეფიციტი ბედნიერების და პოზიტიური ენერგიების. აქ არის ფილტრის რამოდენიმე მომენტი, აქ არის ფილტრი არ მუშაობს კარგად, ანუ ყველანაირ სიტყვას ვიღებთ პირდაპირ და შეიძლება ერთმა სიტყვამ თვითშეფასებამ საკმაოდ მოგინგრიოთ და მესამე ეს არის რომ რაღაცეები არის რასაც წარსულში არ ტოვებთ და თქვათ ხელს ვერ უშვებთ, ხო? ამ დროს იქ არაფერი არ არის დარჩენილი გარდა მტვრისა, რომელიც გადასაყრელია. მაგრამ თქვენ ამას შეძლებთ და თქვენ ამას გააკეთებთ. ვერ ვიტყვი რომ შეიძლება რაღაცა ეხლა გავუყურენინოს საჯარო გაშლას და გადავწყვიტე რომ არა, იქნება რამდენჯერმე შემოტევა, მაგრამ პროცესი დაწყებულია. რასაც გილოცავთ. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი, თქვენი ტრამვები, რა არის ის, რაც ხელს გიშლით? კარგით რა, ხმლების მეფე. ეს ან თქვენ ხართ, რომელიც რაღაც ზედმეტად ბევრ მოთხოვნებს უწესებთ საკუთარ თავს და რაღაც ჩარჩოებში სვამთ და შეუყურებთ ცხოვრებას დრამატულად ზოგადად, ხო? და გაბრაზებული. ან ეს არის კონკრეტული ხმლების მეფე, ადამიანი, რომელმაც ჩაგასოთ ხმალი და არ გაძლევთ საშუალებას, რომ აბარა, ცით რა არის, არ არსებობს, არ გაძლევთ საშუალებას. ჩვენ არ ვაძლევთ ჩვენს თავს საშუალებას რა. რა როლს თამაშობს ხმლების მეფე თქვენს ტრამვებში? სამიანების ხმლები. ახლა კი ნამდვილად დავწმუნდი, რომ ეს არის ფიგურული არკანი, ანუ კონკრეტული ხმლების მეფე. რომელსაც არ უშვებთ. რომელსაც ჰერმიტი, ოთხიანების პენტაკლი. თქვენ თვითონ არ უშვებთ, რა გინდათ? ანუ არ გინდათ იმის გაგება, რომ ადამიანი ასეთია, ადამიანს თავისი სამყარო აქვს, ადამიანს თავისი ისწავლეთ ცოტა ამ ადამიანისგან. რა ვიცი, თვითშეფასება ისწავლეთ, საზღვრები ისწავლეთ ამ ადამიანისგან, რაღაცა ტოქსიკურობა ისწავლეთ ამ ადამიანისგან, გეუბნებით პირდაპირ, ხო? ანუ რამდენჯერ უნდა დაიწვათ თითი, რატო გაადებთ ხო თითს, ხო? ბავშვობაში ხო დაიწვით, ახლა მე რო ვიცი რომ ეს დამიწვავს თითს და მაინც კიდე მივდივარ და თითს ვტუკებ იქ რომ ეს დავიწვა, ხო, მაშინ ვინ არის ამაში დამნაშავე? არავინ. რამდენჯერ უნდა მოხდეს თუნდაც აი თქვენი გულის ტკენა, რამდენჯერ უნდა მოხდეს, რამდენჯერ უნდა იგრძნოთ ურთიერთობაში მარტომ თავი, ხო, როდესაც არის ადამიანი თქვენს რეალობაში, მაგრამ ამ დროს მარტო ხართ. რამდენჯერ ღა ძალიან ხშირად მე ვიმეცი ქალად, ანუ ნინო, მინდა ბუმერანგი დაუბრუნო ყოფილს, ანუ ყოფილ ქმარს, ყოფილ შეყვარებულს, იმიტომ რომ აი ესე მიქნა, დამამცირა, გამამწარა. თამთოს უყურებ კონსულტაციაზე და საკმაოდ ბევრჯერ
უფრიალა წითელი დროშა სამყარო ხო ხა არავინ არ ჩამოვა ზემოდან ფრთებით არ მოშრიალდება და არ გეტყვის ძვირფასო ეკა რატომაც წამოვიდა ეს სახელი ეს ადამიანი შენთვის ცუდია გაახილე თვალები უნდა ნახოთ ამ ტრამვის თქვენ ახლა ამ ტრამვას უყურებთ როგორც გაბრაზებული ადამიანი რომელიც მოატყუეს გული ატკინეს მაგრამ არ უყურებთ არ იღებთ პასუხისგებლობას თუ თავად არ შეგეძლიათ ფსიქოთერაპია თუ ფსიქოთერაპია არ გინდა უამრავი საინტერესო მიმართულება მასალა რა ვიცი ადრესად იყო ხო ეს უფუნება რომ დამჟარიყავი და ადამიანს მოგეძებნა საკუთარი პრობლემების შესახებ მე ხა 90-იანების ბავშვი ვარ და სად იყოს ფსიქოლოგობა და ეს რა ქვია ტრამვები და რო გადმომხედავდა დედაჩემი და წარფსრვა მიწევდა დამთავრებული იყო ხო არ მჭირდებოდა არაფერი მიუხედავად იმისა, რომ ჩუმი ბრძოლები მქონდა. ამიტომ ვამბობ რა, რომ აქ არის გაბრაზებული ბავშვის პოზიცია, რომელსაც არ უნდა რომ რეალობას თვალი გაუსწოროს. ან უნდა რომ ერთ მხარეს გადააბრალოს ეს ყველაფერი ქვეცნობი ერთონესე. ან არ უნდა რომ ბოლომდე რეალობას თვალი არ უნდა რომ ამაზე იმუშაოს. და თქვენ აგეუბნებენ იმუშავე ამ შედი ამ ჩრდილებში, შედი ამ ურჩხულებში ხო, რომლებიც შეგნით ყავს, შედი. ყავს შეგნით ეს ურჩხულები. ყავს. შედი და გამოდი იქიდან პენტაკლების რაინდი, ანუ საკუთარი რესურსი და საკუთარი სტაბილურობა იგრძენი ამ ყველაფერში. და იეროფანტი გამოიტანე გამოცდილება. თორე ესე გაბრაზებული არაფერი არ გამოვა. ახალ სასიყვარულო ურთიერთობაში შეგიშლის ხელს, იმიტომ რომ ძველი შაბლონებით იქნები, იმიტომ რომ ყველა კაცი ნაგავია, ხო ესე. იცხოვრე ეს ყველაფერი, გადააგორე. ძალა არ დაატანო შენს თავს. არ მინდა მასე იფიქრე. გეფიქრება იფიქრე. გეტირება იტირე, მაგრამ სიბრაზე და ასეთი ინტენსივობით შენ და გაკლებს ჩემო ძვირფასო, ხოც მინდა რომ შენობით გელაპარაკო. არ ვიცი რატო, მაგრამ მინდა რომ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, კარგად იცით, რომ ჩემი ურთიერთობის ფორმატი შენობით არ არის მიმართო. ძალიან ბევრი აგრესია. ძალიან ბევრი გამოუშვებელი, გამოსაშვები აგრესია. ძალიან ბევრი სიბრაზე. ფარისებრი ნახეთ აუცილებლად თქვენი, ფარისებრი შეიმოწმეთ. ნაღლის ბუშტი შეიმოწმეთ კიდევ. ბევრია ძალიან. ანუ ტრამვა არის, რომელიც არის გადადებული, გადაფურცლეთ, არც არ გინდა ჩიგნით ჩაიხედოთ. რაღაც ქვეცნობიერად გამართლებას ვეძებთ, არ გამოვა ესე. ხარისხში გიშლით ცხოვრების ძალიან. და თუ ახლაც ამ ადამიანის გვერდით ხართ, მაშინ ჩქარიტაშით გაგაცილებთ ჩემი საჯარო გაშლის ვიდეოდან, იმიტომ რომ, მე ხო არ შემიძლია მოვიდე თქვენთან და მოგკიდოთ ქეჩვეში. წამოდი. არა. ამას ვერავინ ვერ გააკეთებს და არც არავინ არ უნდა გააკეთოს. წარმატებები, მშვიდობიანი ღამე, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.